მოქალაქეები ამბობენ იმას, რომ მიუხედავად იმისა, იქნება ეს სადღესასწაულო დღეები თუ უბრალოდ რიგითი დღეები, ისინი არ შეწყვეტენ საკუთარ პროტესტს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება და ეს მოთხოვნები, როგორც ჩვენს უთხარით, ჩვენს მაყურებელს, არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. დღეს არის 7 იანვარი, შობას აღნიშნავს მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი და მოქალაქეები დღესაც იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. 41 დღე არის დღეს პროტესტის. 41 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები გამოდიან რუსთაველის გამზირზე და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. ისინი ამბობენ, რომ მათი ერთობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ უნდა აჩვენონ გარე სამყაროს და ასევე ქართულ ოცნებას, რომ მათი ერთიანობა არის დაურღვეველი და რომ ისინი ბოლომდე ერთად იდგებიან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მოქალაქეს დღეს და შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარები. ინდივიდუალურად მოხალისეები შეიკრიბნენ, ვინც თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მე პირადად დახარისხებას და შეგროვებაში ვეხმარები. ზოგი არის, ვინც თავისით გამოხატა სურვილი და მანქანებით ოჯახებთან მიტანას ემსახურებიან. გუშინ წავიღეთ მაგალითად საოკუპაციო ხაზთან ჩაიტანეს ბაღებში და სკოლებში და ასევე ოჯახები თვითონ რეგისტრირებიან, ანუ ფორმა გააკეთეს Google Forms-ში, სადაც წერენ რა საჭიროება აქვთ, რა ასაკის ბავშვები ყავთ და იმათვისაც ვახარისხებ და მიგვაქვს. თითქმის ყოველ დღე გამოვდივარ აქციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი მოთხოვნა არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებული ტყვეები გაათავისუფლონ და დაინიშნოს ახალი სამართლიანი თავისუფალი არჩევნები. მოტივაციას პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის საზოგადოება, ის ქართველი იმაძლევს, რომელიც ჩემთან ერთად, საქართველოსთან ერთად 51 დღე არის აგვდგავარ და დარწმუნებული ვარ, კი არა და რა აზრებსაც ვისმენ, და ახლა კი არა, მოდუნებაც კი ვერავის ვერ ვხედავ. ესე არ ყოფილა არასდროს, რომ არ დაღვრილიყავით რაღაცა ჩვენი პრობლემიდან გამომდინარე, აქ აღარ გამოსულიყავით, მაგრამ თითქოს ერთმანეთის მიმართ რაღაცა ვარდებულებას გქონთ, ქვეყნის მიმართ ვარდებულებას გქონთ, რომ ჩვენ თუ აქ დღეს არ ვიდგებით და შესაბამისად სხვაც ეგრე იფიქრებს, ხო? მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, სადაც ეს 13 წელია უკვე ვარ. აღარ გვინდა უბრალოდ იქ დაბრუნება. სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების სურვილი. და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმს დატყვევებული რო ყავს ჩვენი თანამებრძოლეები, იმ ადამიანების თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირადად ჩემთვის და ასევე აქ მყოფებისთვის. ერთი დღე არ გვავიწყდებიან ისინი. ყველას საერთო იდეა გვაერთიანებს, ყველანაირი ადამიანი დგას ასაკის, შეხედულებების და სხვადასხვა აზრები გვაწუხებს, მაგრამ იდეა ერთია და იმიტომ რაღაც ერთიანობა გამოვიჩინეთ, რომელიც ძალიან მაბედნიერებს. ერთგვარად თქოს ახალი საზოგადოება ვიბადებით. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან თვეების განმავლობაში იდგნენ რუსთაველის გამზირზე, მანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და მომდევნო დღეებში ასევე არაერთი მსვლელობა თუ აქციაა დაგეგმილი.